ფილმის მთავარი გმირი სოფლიდან ჩამოსული მორცხვი გოგონაა, რომელიც ოცნებობს. რაზე ამას მთავარი როლის შემსრულებელი მაკაშ ალიკაშვილი მოგვიყვება. საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა რომ მოხვედი. დიდი მადლობა თქვენ. ფილმი ჯერ არ გამოსულა ფართო ეკრანზე. ვინ არის შენი გმირი და რაზე ოცნებობს? მე შათიკო როცა შემომთავაზა ფილმში გადაღება, აი ჩავთვალე რაღაცა ინტუიციურად ვიგრძენი, რომ ეს ადამიანი არის ნიჭიერი და იცის ზუსტად რას აკეთებს. როდესაც შენ გრძნობ რომ რეჟისორმა იცის რას აკეთებს, შენ რაღაცა ენდობი და მიყვები მას ყველაფერში რა და თან მსახიობი ხარ, თან რაღაცა თვლი რომ ახალგაზრდა პატარა ვარ, ახალგაზრდა ვარ, რაღაც შეიძლება მე არ ვიცი, რაღაც წლები რომ გავიდეს, მართლა შეიძლება დავფიქრდე რაღაცაზე, უფრო ფასი მივცე ჩემს ასე თამამ ვთქვათ სცენას. მოდი ჯერ შეთას ვკითხავ მაშინ ახალი ფილმის შესახებ და მერე აუცილებლად განვაგრძოთ ეს თემა. რაზეა ახალი ფილმი? ფილმი არის ჩვეულებრივ ქალიშვილ გოგოზე, რომელიც ძალიან ბევრი ყავს საქართველოში. მაკას წლებში რომ ქალიშვილი გოგო იქნება, ეს ცოტა რთული პრობლემაა. ეხაც არის. და რომელსაც მოწონს, უყვარს ვიღაც მოჭიდავე ბიჭი, მაგრამ ვერ ბედავს რომ მას უთხრას ეს და წარმოიდგენს მის ეროტიულ რაღაც განცდებს და იქ არის ეს ბიჭები შიშველი ბანაობენ და მაკაც თვითონ ძალიან ეროტიულად გამოიყურება. და ორი სიტყვით ამაზე. არ იყო რთული ამ როლის გათავისება? არა, არანაირად. გავიდა წლები და თქვენ ორივე მიიღეთ მონაწილეობა ახალგაზრდა რეჟისორის ფილმში. იქაც არის თამამის სცენები. მე მინდა გკითხოთ, რატომ? პირველად ჯუჯღუნებდი, არ მინდოდა მეზარებოდა. მე ნელა-ნელა ნახე რომ ეს ბიჭი, ეს ყვაწვილი რაღაც ძალიან საინტერესოდ ხედავს და ახლა სულელი ხო არა ვარ კაცო. კარგად ხედავს, კარგად მიიღებს, რატომ უნდა უთხრა უარი? და არ იყო ერთგვარი რისკი. ერთ-ერთ სცენაში საკმაოდ ისეთი თამამი კოსტიუმი გაცვიათ. რბილად რომ თქვათ ისე შილიფად ხართ ჩაცმული. ერთი მინდა, რა თქმა უნდა, შოთაზე ვთქვა ეს. ჩემს შვილთან მეგობრობდა. და ერთ მშვენიერ დღესაც მოვიდა ჩემთან და მეუბნება, ქალბატონულია ძალიან გთხოვთ, რომ ჩემთან ერთი როლი ითამაშოთ. აი ესეთი პატარა მოკლე მეტრაჟიანი. აბა მომიყევი რა უნდა ვითამაშო. აი ქალი დგას და თქვენ ისე მე უკვე ასაკში ვარ მაგ დროისთვის და ნუ ეს მშვენიერებას მაჩვენებს. და იმდენათო ეგოისტი გახდითო რომ ის უნდა მოკლათ თქვენო. აი მე ამ როლში დავინახე მართლა შოთა არ უარყოფს რომ ეს იყო ჩემთვის მედეა. შურის ძიება და რაღაცა და იმ რო ამოვდივარ იმ წლიდან ეს აქტი რო ჩავათავე რო დავახჩე ეს მშვენიერება. ესე იგი მე ძალიან მადლობელი ვარ შოთას. ყველას მინდა გკითხოთ.